წინა ვიდეოში როგორც ნახეთ, რაღაც მანქანები შევარჩიე, მაგრამ რატომღაც ბოლოს ვერ ჩამოყალიბდი ვერცერთზე რა, ანუ ჯიპი ცოტა ძვირი იყო და ბიუჯეტში ვერ ვეტეოდით. დანარჩენი მანქანები ისეთი ანუ აი გული რომ იმსლოდა და აი ხვალე გავაკეთებდა უეჭველი ვიღაცა იყიდის, ეგეთი არც ერთი არ იყო და ამიტომ დროებით თავი შევიკავე იმ მანქანების შეძენისგან, ანუ ბოლოს მაინც ვერ ჩამოყალიბდი. დღეს ჩამოსული ვარ ცოცხალ აუქციონზე და რატომღაც ეჭვი მაქვს, რომ დღეს ცოცხალ აუქციონზე შევძლებთ ავტომობილის ყიდვას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩემი სტატისტიკით საკმაოდ ძალიან იაფად იყიდება ავტომობილები, იმაზე გაცილებით იაფად შეშეთქვევაში, რაც ამერიკიდან ჩამოყვანა დაჯდა იმ კონკრეტული ავტომობილის და სანამ არის ეს საშუალება, ბარემ ჩვენც ვისარგებლოთ და სანამ ყველა დააბრუნოს, რომ აუქციონზე მანქანის ყიდვა შეიძლება, დღეს ვცადოთ რაიმე საინტერესო ყიდვა. სამი ვარიანტი გვაქვს რეალურად, ჩვენ ბიუჯეტში დღეს მეტი ვერსიად ავტომობილში ვერ ვეტევით. ერთი არის Mazda 3, რომელიც ასევე საინტერესოა, 2021 წლიანია. ერთი არის Discovery Sporty, Land Rover 2015-იანი, რომელიც ასევე საინტერესოა და ასევე შეიძლება ჩვენ ბიუჯეტში მოხვდეთ და ერთი არის Infiniti Q60, რომელიც ასევე საინტერესოა და ჩვენ ბიუჯეტში შეიძლება მოხვდეს. ნახოთ ახლა გავივლით რეგისტრაციას, დეპოზიტი რაღაცებს მოვაგვარებთ და გავიმზადებით აუქციონისთვის. იმედია სხვა დღეს არ ვარ ჩამოსული და სწორად ჩამოვედი. ჩემგან მოსალოდნელია რა სხვა დღეს ჩამოსულიყავი, ამიტომ ნახოთ. Biznesiyat piaci. მოკლედ ფლოტის ნომერი გვაქვს. ეხლა ცოტა ადრე მომივიდა ჩამოსვლა, მაგრამ ჯობს ადრე ვიდრე გვიან, ამიტომ გავისეირნებ, კარგად გადავათვალიერებ ჩვენს შესაძენ ობიექტებს, მაგერ პირველივე დგას და მერე გადავწყვიტოთ რას ვაკეთებთ. კაპოტი კრილო, ბამპერი შეკეცილია, ცოტა გამოსაჭიმია, ფარი აქ იმედი მაქვს. ჭიქები მოყვება ასევე, თუ რამეა. კარებთან, პეტრებიც ენდომება, ის კარს ეშველება წესით, აირბაგები, არა, ამის ნერვი არ მაქვს რა, ამას არ ვყიდულობთ. ან Infiniti, ან ის, დავედით Infiniti ვნახოთ. ხო, ეს არის საინტერესო რა, ეს კი ცოტა ის არის, რა ქვია. მაგრამ გამოსწორებადია, ხო რა, მოჭრა მიკერება არ დაჭირდება. სალასკოც არ ჭირდება. სალასკოც აქვს. სალასკო მართლა აქვს ბიჭო. მართლა მთელია. ერთი წავდგება რამდენი. კი, მაგრამ ერთად საქმეზე რომ იდგეს ეშველება. აი ეს უნდა, ეს უნდა. ამას ჩაკერდება, სტოპი უნდა. ბიჭო, ხო ანუ ეს ისეთია რა. კარები ესა კრილოზია, კიდე გაუბედურებულია ესა. ეგ აქვს გასაკეთებელი, კარს იდეაში არაფერი ჭირს. ოკეი, კაი. ეს მართლა საინტერესოა. ამაზე ცოტა მეძე შეიძლება გაყოლა დაჟე. არ ვიცოდი, საკმაოდ სიმპათიური. ანუ კაი ტიპია, ხო რა, ცუდი მანქანა ნამდვილად არ არის რა. ისეთი საკაიფო თანამედროვე კუპია რა. და იმედი ვიქონიათ, რომ რადგან კუპია, ბევრი ადამიანი არ ითამაშებს ამაზე და ნუ დავგუსტო და დავლანჩოთ ხოლმე. ატკრილნიკი უნდა იდგეს ალბათ, თუ ბრიზგავი კი. რომელმაც ლევცე ჩატ, ატკრილნიკი ჩამოვარდნილი აქვს. ამას დაზიანებები ადრე რაც ქონდა, ერთი უკან ქონდა ლაითი და მეორე ისა აქვს რა. ეს ცივად უნდა გასწორდეს. გაკეთებადია ხო რა, ანუ ეხა იმას არ შევადარებ რა. ის ნახევარი მანქანა უნდა გამოცვალო. კიმწვენა გვინდა. მაგრამ რო გითხრა რომ რამე, ანუ ისეთ კრიმინალურს ხედავ ჯერ ამ მანქანაზე არა, უკანა მარჯვენა მხარე იყო როგორც მახსოვს. რაცა? ხო. ანუ უკანა მხარე ქონდა, ამასაც აი ეს აქ, აი. ეგ არაფერი არ არის. დანარჩენი ვანდალიზმი ეწერა და ვანდალიზმისაც ესე შეხედავთ არაფერი ეთყობა. მაქსიმუმ ცილინდრში ინჟექტორი იყოს გაფუჭებული და ჩასხმული და ხო. რო შემობოდიალდება იმაზე რა ქვია აუქციონზე. ხმით. თახთახით თუ შემოვიდა, მაშინ არ ვიყიდი და თუ წესილად შემოვიდა, მერე ვიყიდი. ხო, არა, ამის თახთახის ნერვი რაღაცა არა. მოკლედ მოვბრუნდით და უკვე ხალხიც მოსულია. და დაახლოებით 9 საათში დაიწყება აუქციონი. ნახოთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ Infinitis ყიდვას შევძლებთ, მაგრამ ნახოთ რა გამოვა. ყოველ შემთხვევაში ცუდად ნამდვილად ღირს. გავვიდოთ და გავვიდოთ. თუ გავვიდოთ და გავვიდოთ. ნახოთ.
პირველი ავტომობილიც შემოვიდა. ესე იგი 2023-იანი ქევრი იყიდება 15 და 2-ში და აი ამას ვიზახდი რომ შედარებით ძვირიანი მანქანები კიდევ უფრო გადის ვიდრე იაფიანი მანქანები. ესა გადაურწყა. იანი ქერისთვის 15 და 5 ძალიან კაი. ჩემთვის გამარჯვება, ძალიან მიხარია. ჩვენ იაფია მანქანებზე რასაც ვართ მოსული დახოცავენ ერთმანეთს რომ ჩვენც მათ შორის რა და ძვირი საკმაოდ ცოტა მოხმარებელია და ბევრად უფრო კარგ ფასში გადის ვიდრე იაფიანები რასაც ეხლა დავამბობ. ნახოთ შეიძლება ვწდებოდე და აუქციონის ბოლოს საერთოდ სხვა რამე გამოჩნდეს. შევხედოთ. იყიდება ახლა და მე შემოდის Discovery, რომელიც გვაინტერესებს. ცოცხალი დავით არ ნებდება, ყიდვა უნდა. ერთი მანქანა უკვე გილოცა 42 ნომერმა რაღაც მოიგო. კიდე როგორც იქნება. აი ამ Discovery-ზე ვნახოთ რა იქნება. დავარავდე დედაშვილს არა იყოს. აბა ვნახოთ რა Discovery. ჩვენი ცდება. 42 ნომერი გამარჯვებული არის და შეიძლება სხვა მანქანა ნახოთ. ჩემიც ამ შემთხვევაში რამდენი გამოჩნდა? დავდე 7-მდე და მე შევარდები ისე. რა თქმა უნდა. ავიცოდი ამაზე დახოცავენ ერთმანეთს. ნამდვილად. მიჩალიჩები. 15 თავს არ მენებენ ცოცხალი. უნდა მოიგო. ჩვენ ხო ვიცით რომ 7-მდე მივყვანეთ.
7-7-ამდე როგორც ვაპირებდი. ერთი დაგჭა. სადოთ ჩვენ ხო იცით სადან ბეძგოქს საშუალება. უარ დაუჭიო და ვიცით სადაც მიყვებით ამიტომ განებეთ თავი რა გაეშმ აი ჩვენი 7 და 7 სადოთ 7 და 7-ია ნახოთ გეფიცევი ჩაწყობილი არ არის. ანუ პროსტა ვიცოდი რამდენში გაიყიდებ გული მიგზრო. ესე მოვიდით ჩვენი პირველი ავტომობილი. ჩემ ტანზეა. შენ ტანზეა კი ბატონო. მოსახელიც მოგდება. გილოცავ. ძალიან დიდ მადლობა მე მონაწილეობა. მადლობა თქვენ. უღრმესი მადლობა. ძალიან კარგი ავტომობილია. სიამოვნებით გავაჭერებ. სულ წვანეზე ევროს. წინასწარ ხო თქვი? გადაღებულიც გვაქვს წინასწარ თქვი რა ფასში უნდა მეყიდა. 2-7-იანი ქართველების სიმ. წინასწარ თქვი რა ფასში უნდა მეყიდა. კაი, დღეს ჩვენი აუქციონი დამთავრდა, ეხლა დანარჩენებს გადავიღებთ რა ხდება და მაგით დავასრულებთ. ცოცხით არის შეღებილი ეს ადგილი, ანუ ეს კრელო სულ შესაღებია მთლიანად და ესა კარი არ ჯდებოდა ზაზორში და ეხლა ბარემ კალხოზის მეთოდით ეს იყო დახვეული ჩაყოლებული. მოიცადე ამაში იმით შევწევ. და დიდი შანსია რომ დაიხუროს წესრიგით. ანუ ცოტა სამუშაო არის რა. პეტლს შეუწევ ცოტა შიგნით და ეგა. გარჩე ეს გამოიჩიმება. ანუ ამის გამო ცოტას გამოცეთ, ამ კრილოს შევღებავთ და კიცვენას გავუკეთებთ. მეტი რა გავაკეთოთ, ბაო. საბედნიერო ძრავი არ აქვს გასაკეთებელი და ორი კვირა ბოქსში არ ვიცხოვრებთ. კაცებად მარტივად მოგვარდებით. ნეტა დისკავერი რაც ვიყიდე 4-4-ზეა. სადო წერია? 2020 წლიანი. ეთქი წინა პერიოდი დისკავერი ხო არ ვიყიდე. მოკლედ ჩამოსვლა აშკარად ის ისეთ ფასებში ვიყიდება მანქანები. აშკარად ღირს. მოკლედ როგორ მოგცა ჩვენ დისკავერი? ესე იგი, ორშაბათს მოვაკითხავ, წავიყვან და ისე პირველად ტრაგის ხომ უნდა ჩავდო შიგნით. რა იყოს. ოპანა, კსარეგა, გასაღებიც აქ გვაქვს. ვარ დავქოკოთ ბარე. კაი ჩუმი კი არის. ჩეკიც კი არ გვინთია დაჟე. საბურავებს ანთებს მარტო, საწვავია ჩასასხმელი და მინონწვენდების სითხე. და რემენია გასაკეთებელი.
რემესაც გავიკეთებ რამე რო იყოს. მოკლედ, უცბად შევაპაჩინკებთ დიტეილინგი და ეს მანქანა წესით მოგზაურებული ვარაუდით ისევ ლაიონის ტერმინალზე შემოვაბრუნებ გასაყიდად. და ვინმეს თუ ყიდვა შეგენდომებათ, მე რო არ მეძებოთ, აქვე შეძლებთ ამ მანქანის ყიდვას. წესი და კანონით რა ხო, ჩანაფიქრი ეგეთი მაქვს და რაღაც რამდენად გავამბივა. ესე იგი, ხა ჩამოვედით ჩვენი შენაძენის სასაყვანად. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ტექნიკური პრობლემები არ იქნება და ტვინის ბურღვა ყველას ერთად არ მოგვიწევს. არა, თქვენ კი გინდათ რომ მე ტვინი გამიბურღოს, მაგრამ მე არ მინდა, ხა ვაფშე არ მაწყობს ეგ ვარიანტი, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ესე უბრალოდ წავიყვან, კრილოს ეს შევაპაჩინკებთ და მაგით მოგვარდება ყველაფერი. რამდენად რეალურად ეს ყველაფერი გამოგვივა, ძალიან საინტერესოა. თუმცა, წავედით, დავждეთ ჩვენ ახალ ავტომობილში. და გავეშუროთ შესაძლებელი. ჩვენი ავტომობილის საყვანის დროს დადგა, საბუთები ხელშია, ნომრები აყენია. რა მაგარია, დაჯეგადი მანქანას რო ყიდულობ აუქციონზე. დაქოქე გადი პირდაპირ. აბა მოგვილოცოთ კიდევ და კიდევ. ურმესი მადლობა. დროებით. მოკლედ კონტენტი მოდის თავისით. ავტომობილს რო იყიდე, ადეკვატურმა ადამიანმა უნდა გადააბოწმო ეს ავტომობილი. თუ გინდა რაღაცები, უცნაურობები არ შეგემთხეს. მე ამ შემთხვევაში ისე წამოვიყვანე, რომ არ გადავამოწმე და ამას არც არავინ არ მიაქცევდა არასდროს ყურადღებას, ყიდველის გარდა და კრილოს კანტი გამძრა ავტობანზე. ხო და ეხლა ტრიალდები ავტობანზე, უნდა წავიდე, ეს კანტი მოვძებო. და იმედი მაქვს რომ ვიპოვო, იმიტომ რომ ამის კრილოს კანტი არ ვიცი ზოგადად იშოვება თუ არა, რა ხირს და ასე შემდეგ. სავარაუდოდ რომელიღაცა შპილკა ქონდა წად ეხა იგუში რომ ამოწოდით, იგუში რა რო ვიყიდეთ, მაშინ რომ ამოწოდით და ბამპერი არ ზის თქო და ლაღლაღებს თქო, აი ეგ ვარიანტია. აშკარად ბუსტის გავდის სადღაცას, იმიტომ რომ აჩქარებაზე უცნაური ხმები აქვს. აი ესეთი ხმა აქ რა სადღაცას რო რაღაცა თითქოს ეტება, მაგრამ მოდების ეფექტიც არ არის. უფრო ბუსტის გასვლის ეფექტია, მაგრამ წასვლით არა და კარგად მივიდეს. დღევანდელი დღე დაიწყო ატრაქციონით. სხვათა შორის, ანუ აუქციონიდან გამოყვანილი მანქანით წამოხვიდე და ესე პირდაპირ დაკატალოდე, მაგრად ასწავლეს. მაგრად. უბრალოდ მეტი ყურადღება რა გავამეჩინა და გადავამოწევინა რაღაცეები, ამ კანტის ძებნაც არ მოგვიწევდა. თან ეს მანქანები რაც აუქციონზე იყიდება, არის ყველა როგორც ჩამოვიდა ეგრევე იყიდება რა, აქ არავინ არ აკეთებს, არაფერს არ უკეთებს საერთოდ რა. მთელი ჩანაფიქრი არის ის, რომ პირდაპირ ანუ იაფად იყიდო და შენით გააკეთო. და როცა მანქანას იაფად ყიდულობ და შენით უნდა გააკეთო, აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციო, რომ არაფერი ჭირდეს. საბურავია კვარტალასავე, წინა მარცხნივ. და მინაწვენდებში წყალია ჩასასხმელი. თან ეს რა ქვია, მინაწვენდები გადავამოწმე მაგ მომენტში. მინაწვენდები რო ჩავრთე სავარაუდოდ გამშრალია. ხმა ქონდა ცოტა რა რეზინას შუშაზე. და მაგ მომენტში ეს გაფანი გავიჯე გვერდზე და ჯერ თავიდან მეგონა რომ მინაწვენდი გამძრა. მე სარკეში რო გავიხედე, აშკარად არ გავდა მინაწვენს. შავი საკმაოდ მოზრდილი დეტალი ეგდო. ხო და ეხლა აქ უნდა ნელ-ნელა ვიაროთ და ვიპოვოთ ჩვენი კანტი. შუაგზაზე თუ აგდია რა თქმა უნდა ვერ გადავირბენ და არა ვიღებ. ან არ ვიცი. ნახეთ, ეხლა უნდა ვეძებოთ უკვე ახლოს უნდა იყოს წესით. სადაც უკვე ახლოს უნდა ეგდოს წესით. ვა, აღარ არის. დავიჯერო, ფეხი აიდგა. სადაც აქ იყო აშკარად. არ ჩანს არ არის სამში ჭამა არ არის კანტი არ არის წრეთ ყველა დავარტყით აი არ არის ნუ არის კანტს ვიყიდით იმედი ადვილად ვიშოვე და ტვინი არ გამოვარება ამის კანტის ზებნას მოკლედ კანტი ლევტზე ჩატ აშკარად არც არ არის
სამშუხაროა, რაღაცას ვიზებთ. დანარჩენი არ ჭირდეს არაფერი და კანც ავიტან. ჯერჯერობით ძალიან მომწონს ჩვენი ავტომობილი როგორც დადის და ძალიან იაფად გვაქვს შეძენილი აშკარად ამ ავტომობილისთვის. ესე იგი, გუშინ აღარ მივლია ამ ავტომობილით, ანუ აღარ წამიყვანია არსად, გავაჩერე და ეხლა მოვიდა დრო რომ წავიყვანო სამღებრო სამუშაოზე პირველ რიგში. ესე იგი, კასტომერის ბიჭებმა გააკეთეს სრულფასოვანი სერვისი სამღებრო სათუნუქე, სადაც ფონჯარისკენ არის ჯერ არ ვარ ნაყოფი, ეხლა ხანს გახსნეს და რადგან სერვისი გააკეთეს, ეგრევე ეგენი გამახსენდა რომ მოდი მივუყვან და მაგ ხალხს გავაკეთებინებ ისე რომ მანქანას, იმიტომ რომ M6 რაღაცები რო შევაღებინე ძალიან მომწონდა და ძალიან კვაყოფილი ვიყავი. ხო და ეხლა მივიდივარ გზაში ვარ. ჩვენი ნანატრი ჩეკიც მოვიდა. არ ვიცი რა უნდა დიაგნოსტიკაც არ მაქვს თან რომ შევაერთო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩეკი აგვინდა. ველოდი რომ რაღაცაზე ჩეკს ანთებდა, იმიტომ რომ როგორც მინიმუმ ბუსტი გაგვდის, ანუ ხმა ისე მესმის აჩქარებისას რომ ბუსტი უნდა გაზდიოდეს, სადღაც სავარაუდოდ ან კულერი ან პატარა შლანგია გახეული. ხო და ჩვენი ჩეკიც თავის ადგილზეა. მოკლედ ეხლა მივალ, გადავიღებთ რა გამოგვივა, ანუ მანქანის დატოვების პროცესს თუ დავტოვეთ საერთოდ, ანუ არ ვარ ჩამოყალიბებული ზოგადად რას ვაპირებთ მაგ კუთხით, ბიჭებისაც მოვისმენთ და იმის მიხედვით გადავწყვეტოთ მე მანქანა დავტოვოთ, არ დავტოვოთ თუ რა გავაკეთოთ. თუ დავტოვეთ, რო გაკეთდება ვიზუალური მხარე, კაკრას მაგ დროისთვის აი გუში რო კანტი გაგძრვა მაგასაც ვიყიდი, მივიტან და ერთიანად ვიზუალურად დამთავრებულს რო წამოვიყვან, მე გადავიყვან ჯერ ჩვენთან. ტექნიკურად თუ რამე აქვს გასაკეთებელი იმას გავაკეთებ და მე უკვე წავიყვან ქიმწვენდაზე, ეგრეთ წოდებულზე, ან რამდენიმე ფაზიან რეცხვაზიან, რავი როგორც გინდათ ისე დაარქვით და მე გავაკეთებ უკვე მაგასაც. თავიდან მოვამდე გავასუფთავ, გავამზადებ და დავდებ გასაყიდად. სხვა შორის მომწონს, ანუ ისეთი მანქანაა რა. ანუ თავის საფასო სეგმენტში საკმაოდ კაი ტიპია რა. შიგნით რაღაცები არ ეყაროს, საკმაოდ ჩუმია, რბილია, სხვა შორის ან ძალიან ესეთი უხეში არ არის. რბილია, ინტერიერი ნორმალურია. ვიზუალურადაც და ისეც არაფერი არ მოწუხებს ინტერიერში. მაგრამ ძალიან ისეთი ყოველდღიურად კარგი გადაადგილების საშუალებაა რა. და დგომით სხვათა შორის კარგად დგას რა, ანუ ეს არ ჭირს რაღაც სასწაულები, არ ემართება, არ ქანაობს, არ ფართხალებს, რაღაცები არ აწუხებს მსგავსი. მით უმეტეს რომ საბურავი გვაქვს დაშვებული და დაშვებული საბურავის კოლობაზეც საკმაოდ კარგად დადის. და გაფუჭებული ბუსტითაც, უბრალოდ ყვაზნიაკითაც ძალიან კარგად მიდის. სხვათა შორის არ ველოდი რომ ესეთი, რა ქვია, ცოცხალი იქნებოდა რა, კუპატურა არ აქვს ფიზიკურად და მაგის გამო მეგონა რომ ვერ ივლიდა, მაგრამ კარგად დადის. და ხო, მართლა სხვათა შორის გუშინ დავარესეთი და მიუხედავად იმისა რომ მეგონი ბუსტები გაგვდის და რაღაცები ჭირს და ასე შემდეგ რაღაცები აწუხებს, წვა გვიწერია 10 ლიტრი და 300 გუშინ დარესეთებული. შესაბამისად, რეალობასთან საკმაოდ ახლოს ყოფი წვა არის. ეგეც ერთ-ერთი დიდი პლუსია. მეგონა რომ უფრო მეც დაწოდა. ანუ საკმაოდ ისეთი მოზრდილი ავტომობილია რა, ჩემს უკანაც კარგად ადგილია, თავისუფლად დაждდება ადამიანი და ზოგადად ჩემს უკან მანქანაში ძალიან ჭირს ხოლმე ჯდომა. ანუ ისეთი მოცულობითია რა, პატარა არ არის, პატარას ამდენად ვერ დაუწევთ მანქანას. და ახლობებით აი ინტერიერით X5-ის ზომასთან არის ახლოს რა. ანუ X3-ზე დიდია, ძველ X-ძველს რა, F-series X3-ზე დიდია. აი წავედი მოკლედ. ამერთ ჩვენც ესევად შევხედოთ რა მოვიყვანეთ. მოკეთა მხარე აშკარად მთელია. საბარგულში ან რაღაცა აგდია, ან რაღაცა მაგრა დაგოროს, არ ვიცი რა ხდება რა, მთელი გზა ტვინი წაიღო. აგე ბოლტი, გაიკა, შურუპი, სკინა, მინა, აგე მეორე გაიკა. იმედია დისკებზე გაიკები უყენია. აქ იმდენი გაიკაყრია რომ იმედია დისკებზე რამე აყენია. ხო, ზაპასკა და ალბათ აი ზაპასკის სამაგრია და ალბათ ზაპასკაც დადის. კი, ზაპასკაც დადის, რაღაცები ჭრაჭუნობს. ეგ სავარაუდოდ თვითონ საბარგული ჭრაჭუნობს. მაგრამ იმდენი გაიკაყრია აქ რომ გვიყენია დისკებზე? აქეთაც ყველა აქეთა მხარეს აი ეს პაროგიც ვერ მივხვდი რა ხდება ვაფშე. ეგ მე მგონი ნაკლატკებია და შპილკენ ბიჭო ხო, მაგრამ კი, გასაგებია, მაგრამ სად წავიდა? ანუ პაროგი? შპილკა. თუნდაც. შპილკა აყენია. ტროტუარზის. პაходу აჩქარებისას რაღაც ზაგზაგივითა აქ მანქანას. და ზედა ხერავა. აი მაგას ვიპოვით გავაკეთებთ. პაходу აჩქარებისას რაღაც ზაგზაგივითა აქვს. და ესა, რა ქვია, ჩეკიც აანთო. ხო და აქედან რომ მორჩებით კრასკვას, წავიყვანოთ ჩვენთან, ტექნიკურად გავმართოთ. რაც ენდონება. და მე წავიყვანოთ ქიმწვენდაზე უკვე და მე გასაყიდეთ. ეს მახინჯია.
ორივე. ხო. არც ერთი არ უქრია გავჩინს. ქუჩი სხვა შორის ცუდი მანქანა არ არის და ცოტა სვავს. რა, ყოფშტრავი. 2-დან 0 ტურბო უნდა იყოს ჩემი მოგზაურებული ვარავა. ეკითხეთ. ანუ 2-დან 0 ტურბო იქნება წესით. ამათ Ford-ის რავია რა, იგივე Evoque-ში რაც დევს, იგივე რავი უნდა იყოს წესით. წამო ჩავიხედოთ. ამის კაპოტში ჩავიხედეთ? არ მახსოვს. არა, ნარდოთ არ შევიხედოთ. ხო, ეს არის რა ქვია. კი ბატონო. 4 ცილინდრიანი ადმატორი მთელია. ადმატორს ესე რას გაიგებს? ანუ ეს კაი შეიძლება მთლიანი დანარჩენი. იქით არ ვიცი. ტაქს. ცოტა ანტიფრიზისუნი დგა. და ეს არის რა ქვია, ფეჩყლებს. მაღალზე რო აუწევ დაბერვას ცივდება ეგრევე რა, ანუ ღუნზე რო გაქვს ჩართული, უშაობს. სავარაუდოდ ფეჩის რადიატორში წყალი რატომაც ან ვერ ხვდება, ან რაღაც ეგეთი პრობლემა გვაქვს რა, ან რადიატორია გაბიდნურ გაჭუჭყიანებული. თავად? ნიჩიო, შე როგორ ხარ? აი, არა მიშავა. ახლა როგორი პაციენტი ყავს მოყვანილი? მოკლედ ამ მანქანაზე გავუბედეთ და გავუბიდეთ რა. ხო. ანუ ეს იქ ადგილზე მოიგეთ, ხო? ხო. რაღაცა მახსოვს უფრო ძველ რაღაცას ეძებდით თითქოს და. ანუ არა, ბიუჯეტის თემა იყო რა, კაროჩე 8-ში უნდა ჩავტეულიყავით გაკეთებიანად რა. ეგ იყო ჩანაფიქრი და კაი ფასში მოვიგეთ. 7-7-ში მოვიგეთ ეს. ხო. მოგაფოშიო, წელი რა აქვს? 215-იანი. მე რაღაც ძველს ველოდი გაიგე თითქოს რა. არა, არა. არა, კაი ტაჭკაა. არა რა. 100.000 კილომეტრამდეა გარო. არა აქვს მეტი არაფერი. ისე რაღაცა ბიჭო, ნახე, ტექნიკურად ისი, ანუ ეს გუშინ გამძვრა, როცა მოვიყვანი ავტობანზე. კაროჩე, ადამიანმა უნდა გადაამოწმო ხოლმე რაღაცებს სანამ სადმე წაიყვან და მე არ გადავამოწმე. ბიჭო, ის არა, სალასკარა. არა, დაჭერილი არ არის. ხო, იქით მხარეც ეგრეა რა, ანუ ეგ და ეს გაზვრა? ხო, და ეს თლიანი გამძვრა, ამას დავითრევ მოვიტან და ეგ გვაქვს გასაკეთებელი. წინა ბამპერს რა უნდა ვქნათ არ ვიცი. მე ხო ამის გამო იდეაში შესაძლებია, მაგრამ ეს შეგვიძლია მიოტოჭკაოთ? ხო, რავი, არ ვიცი. უკვე აქაცა რაღაცა. ხო. იქით არაფერი არ აქვს. აქვს? ხო, ცოტა ეს არის რა, ნახრიალებია წინა მხარე რა. მანდაც ეგრეა ეგ, სკვაზნიაკისში. ნუ ესეც გიوაღებოთ. მინდა ვიტოჭკოთ. ბიჭო, ნახე. ანუ ეს აპოლივდება. ეს არის სხვა მანქანის რაღაცა, პლასტმასიანი. და შავი რაც არის, ეხა შავია, ის დაგვრჩება მარტო. ესენი. მე მგონი მიოტოჭკა ჯობია რა. ისე რომ აუ თვალშაცემი არის. ხო, არა, ეგრე ჯობია რა. ეხა ამისგან ახალი მანქანა მაინც არ დადგება და მიოტოჭკა ჯობია. კი. ესეც გაძურება რა, პოლიგონში. საერთოდ მიოტოჭკა ჯობია. ეს ნუ ამოვიდა. მეც ეგრე მგონია რომ ამოვა ეგრე. ეს ზედაპირულია. ხო და რა, ეს არის რა. ბიჭო, პროსტა აი ეს იმენა ცოცხით არის შეღებილი. ახლა აი ეგ ეთყობა რა. კი, მაინც ეს ზაზოშტას და ასე თვისი. კი, რა თორა ჭირდა რო? ბიჭო, არ ზის რა, ანუ ეს ცოტა შეიძლება. შეგნით ცოტა შეწევი. ეს აშკარად ვიღაცას ემბლემა მოძრობილი და მე დაყენებული აქ ამას შეხედე, რა დაღრეცი. მე შეგნით არ შესაძლოა. ამასაც ვეცდები რომ მივაზრდები თუ მომცა საშუალება. ხო. ამა. ესე კი არ შევედი. ანუ ზედი იმაზე არის რა. სკოჩი აქვს დაკრული და ხო, კი, ეთყობა, კი. ამას ვეცდები რომ მივაზრდები ცოტა უფრო დაშლის და. ხო, ეხლა რა შეიძლება ამას ეს ეხლა შეიფუთება. მაშინ შუშა უნდა ამოვიღოთ ხიანა. არა, შუშამოება არ გვინდა. და ანუ შეიფუთება და მოკლედ აი შიგნით ვერ შევა რა, მაგრამ გამორიცხული არის. ვიცი. ეს წესით ამოდიოდა. არა, ესეც ამის ნაწილია, ხედავ ეს რეზინი. რეზინა შეიძლება ცოტა აიწიო, ხედავ. ხო, რაღაცებით წამოწევა და შიგნით ის შეფენა შეიძლება რა რაღაც. აი ეგ ცოტა აი ეგ ნაკლებად გონია ამეებში რო შევიდეს, ნუ ძალიან მჭიდროთია. მოკლედ შეიფუთება რა, ესე იგი შეიფუთეს. ესეც ხო რა, ის აქ რა, იმენა ეს შეიძლება მოკლედ აქ ფერში არ აქვს ხოვება, ხო? კარგად. რავი, როგორც ჩანს არა, ხო. ეს აპოლივდება. იმას შეიძლება არ უნდა, ხო? ამას. რატომ შეიძლება? ერთადერთი რა არის, ანუ ხაბარია საღებავი ისე შეზავდეს. ეს ახლა შეიძლება მეგონი თუ აქეთ არის. კოდი სამებავში. არ ვიცი, ხო, ალბათ, არ ვიცი. მე ძღოლი ვარ, დაჯექი მოვიყარე. აწერი, რამდენი რაღაცა წერია. ნაშევაშევა გავიგნით.
ანუ ის კარები შეგება ცოდვა მაგის გამო. ხო, არა, ბაზარია და გეთახები. უკანა ბამპერსაც მე მგონი, ანუ ეს ხა ამის გამო. ეს ფისია, ზედმეტი რაღაცა. გარედან არის. ახლა ანწყლა მანქანა. კარგი, შევღებეთ გადავაპალიროვკეთ, ხო, ალბათ ეგრე გავნის. ეხა ეს დავიკიდოთ, ეხა ამას ვერაფერს ვერ უზავთ რა, მიტოჭკილია ისედაც. აი ამნაირ რაღაცის გამო, მანქანა ხო, ან ვინც გიწუნებს ის საერთოდ აზრი არ არის რა. ნამდვილად. მანქანაში არ უნდა ჩასვა საერთოდ. გეთახები მე მაგას. 10 წლის მანქანა საექტოჭკა აქვს ძმაოზე ვინც რა. რავია. ხო, დიდი 5 ცენტში დგას ახალი. თუ გინდა სტოტეში გადაიხადე, წაიყვენ. თუ არა 9 ეს რა. არის ხო. აქ ძალიან პატარა ზოზულია. ბიჭო, მე რა მგონია, იცი რომ უკრინდან არის აი რაღაც დაზიანება ქონდა რა ამას რა მანამდე. ნახე, მანამდე ქონდა დაზიანება, ვიდრე ეს მოხდებოდა რა. Carfax-ის უწერია, კი, ლაითი უწერია ძალიან, მაგრამ ნუ რაღაცა ქონდა. და მგონია რომ ეს ცოტა მიჭყლეტილი იყო და გამოკაჩეს შეღებეს და რაღაცები იჩალიჩეს რა და მაგიტო უფროა ეგ თემა ეგრე რა. რამეს ატყობ მეც ისეც სასწაულს. არა. იქით როგორ აქნეთა ეს ზაზორი? არა, აქეთაც ისა აქ რა, ბიჭო, საკმაოდ ვიწრო ზაზორი აქ. ანუ შეიძლება იქით ოდნავ ნაკლები კონდეს. ხო, აქეთ ალბათ 1 მილიმეტრი მანქანით მაგდენიც არა. მაგდენიც არა. ნახე, აქ ქვევით დიდი ზაზორი აქვს, ზევით პატარა აქვს. მანდაც ეგრე აქვს ზუსტად რა, ქვევით შედარებით დიდი ზაზორია. ხო, ნახე, აქ ზუსტად და ეგრეა იგივენაირად არის რა. აი ძალიან ჰაჰა მილიმეტრში შეიძლება იყოს სხვაობა. კაი. იყავით შიგნით თუ არ ყოფილი? არა, არ ყოფილვართ. წამო დაგვათვალიერებთ. რა გაკ. ჩემი ტანჯულა უნდა გაჩვენოთ ეს რომ გააკეთე ის მანქანა? სად მოვიცალე მაგისთვის? გას ისე საცოდავად და ეს ვიყიდე. ოპანაკ სარეგა. ო, ეკა ისეთ. ისეჭე ვიყიდე. ორიგინალია? ხო, ორიგინალი. თან მაგარფაში მოცა რა, რა ვიცი. $350 ის ჩინურები და 250 მოცა ორიგინალი. კანფეტ. $250 90 საჭეში მაგ გადახდილი. ამიტომ UTM-ის საჭიროა ეგრეთ. კი ბატონო, ამიტომ ვა, ნახე, როგორი სუშილკაა და სუშილკა ძალიან კარგია. კარგია, მაგრამ რაღაცები დასახვეწი ნუ ეხა ეგ მაგისთვის ვიყიდა ეგ ეს ისინი რაც არის. მაგისთვის ხა უკვე ხდება აი სამაძენი რო არის, ხო, შენთან პრაქტიკაში ხდები რა. კი, პროცესში გამოჩნდება. ეგ რაღაც გაწოვა კარგი მტერი. ცოტა არის, მაგრამ მაინც არის და მინდა რომ აი ძალიან მინიმუმზე დავიყვანო და მაგისთვის ვიყიდე ხლა ეს. ჰაერი როგორ შეგაქ? გარედან შემოდის. ფილტრები რა გიყენია? ფილტრი იმენა ჰაერის ფილტრი მიყენია, რაც არის შემოტანზე და გამტანზე მიყენია, რას ქვია, გამტანი ანუ რას. არა, გამტანზე ხო, გამტანზე. იმენა ჰაერის ფილტრი მიყენია, თავისი რაც უნდა იყოს რა, სამგებლოში რაც. ოკეი. მაგრამ ერთი მინუსი ისა აქვს, პატარა მაგ შემოტანი რა, ჭირდება უფრო დიდი და უნდა გადავაკეთო. ოკეი, კი ბატონო. ანუ ვიცი როგორ შუა იქ სადაც ეგ არის დაყენებული, ხო? იქ იმენა მაგრად იწოს რა, საკმაოდ ძლავრი ძრავები მიყენია ორი რა. 4000 კუბიანი არის და 3000 არის. იქ იმენა შეიძლება გაგიწოვოს რა ისი არის, ინატვიზე სადაც ეგაყენები. ეხლა ეგ უნდა გავაფართო. პროცესი რა თვიან შემოიტანოს. აბა მანახში ტანჯი. ეს შენთვის ჩამოიყვანე თუ გასაყიდი? აუ სულ გაზიანი ხარ რა, ფერი არა. ამ კაპოტს ვფიქრობდი. ეს ვითი შეღები? ბიჭო, ეს მაგ მოვაციკლოკებინე, აქ ხო საშინელება გაგვიკეთეს. მე რაც აიღო იმ ეთხოვა რა საშინელება გაკეთებული. და მე გრუნტი და ლაკია გადასული რა და ოკეი. აუ იცი 1-2 წელიწადიო, ეხლა აქ პერი არ გექნება ვერ ვიყოს, იმიტომ რომ რასაც იმოშვები ჯერ გასაკეთებელი მაქვს, უკან საშკუტი და ის არ მაქვს და აქ ეხლა სიცივეშტებში აკატაურს, ანუ წერის მოგამოვიდა. მე იმას უგავიდან გარეთ. ხო. მე ეგეც მოვარდები. აა, ბაზარია. ამის გამო ხიაშლის ახლა აღდგა. გეთახლები. ბიჭო, კაი მანქანა ჩანს რა გინდა, თან ისეთი ლაითი დაზიანებით არაფერი არა. ხო რა, მინდოდა რა. თუ გინდა მალიაჟესთან შეკებს მიგასწავლი და მალიაჟესთან შეკებს. ბიჭო, არა, კაი ტიპია ძალიან. ძალიან კაი რა გინდა. რა ხო, ეს ემისაჭე ძალიან მარტივად იხსნება და არა ემისაჭე არის მოხსნა აი მაგის რა, ტანჯვა რა. აი საშინელია. მე ვისაც ვკითხე თვითონ დამშლეს, იმათმაც რა ვიფშე მოხდნეო რა, როგორ გაგიფშე. დაჟე? არა ემის ის, ანუ სამი ცალი ჩამკეტია, ამას ორი ცალი. ხო, სამცალიანი ბიზნესი. ერთიც ორი უნდა გავასნას და ერთით ერთს ისმის რა, არა ემზე და ის სადაც ორია გასასწრელი, იმას ვერსზე და პრუჟინა იმაშობა ხდება რა, ზამთარი. ბიზნეს. ხო და გადასწრებული მაქვს ეხლა ისა, იმ დროს მაგრად შეშილის.
რაზე? ისო მითხარი შეიძლება გასავერის თემაში. ბიჭო, ხო ანუ ეხა უშ გადასცინოთ უნდა ხეს ვარქივი. იყოს გადასცინი ჯობია. ეგრეა რა და და როაც ანუ რო დაიწყებ რო ანუ всё უკვე ავაწყეთ და ვიორთ, მე დააყენ და მე იმას კენია და იმაზე არა კი არა და რესტზე ვაწყობ. გარედან? მაგის ნაწილს ხო გარევებში. რეცე ეს დიდი ცხოვრებით აწყობდა რაღაცეებით? თუ როგორ აწყობდა? ცხოვრო იმენა M-სა, ხო. 3-სა და არა, იმენა 23 Просто რეცეაც. 25-ის რესტზე. ოკეი. ესე ვაქვს რა. ხო, კი. მაგაზე და მაგის ნაწილებს ველოდები ახლა. ფარებიც ხო სხვა აქ? კი, ვაფშე სხვა რუჟაა. ბევრად ხლამაზი არის რა. მომილოცავს წინასწარ. აუ ეს რა კაი რამეა თენგო. ესა? თემურადან გამოწერე რა. თემურადან გამოწერე. მეგონი 180 ლარი და ბევრი არ 4-ვე. ორი გამოწერე რა. ხო და წინაზე მეგონი არ დამჭირდა, თუ დამჭირდა მე რევიზა. აქ ის ჰაილენდერი ხო ის დიდი როა და აი წინა წვით შეყვანა, მაგრამ გაგვიჭირდა რა, აი ძალიან ისე მოგვიწია და მაგისთვის გამოწერე რომ შევაგდო და გამოვაგორო და მოატრიალო რა. ხო, აი შირკის მიმართულება ცოტა ბიჭო, აი არ მომწეს საშუალება რომ 1 მეტრით მეტი გამეკეთებინა სიგანეში. შენობა? ხო რა, ფიზიკურად ანუ 3 მეტრიანი ზღვარი იყვეოდა და მაგ მომში გავიჭერდი რა და ეს არის რაც არის რა. ძალიან კაია რა. ნელ-ნელა. სხვა რა გზა. ყველაფერი კარგად იქნება რა. უნდა გამაიყვანო. ეგრეა ნახდათ. დაგიტოვოთ? ხო, ცოტავე რა, ხო და მიხედავს რა. კაი. დრო დაახლოებით. რავი, 1 კვირა მაქსიმუმ. всё, კონფეტი. პრობლემიო. ხო, იმიტომ რომ ის მანქანაკოს გასაშვებია. არანაირი პრობლემა არ არის. ხო, რამეც просто გადასაღები მაქვს ეს და მაგიტო ჩქარობ რა, ესე თუ ისე. კი ბატონო. და თავშეულად შევეძებ რა. მადლობელი. აბა ხე, დროებით. დროებით.